კი ბატონო, მოგესალმებით, მე მოგიყვებით ჩემს ისტორიას დაბადებიდან დღემდე. ესე იგი, სხვადასხვა 2 წუთში კარგად ჩავეტი, იმიტომ რომ ძალიან უინტერესო ცხოვრება მქონდა. სადავიბადე ზუსტად არ ვიცი, უბრალოდ ვიცი რომ ნაგავთან მიგდებული მიპოვეს ფოთში. მახსოვს 16-17 დღის ვარ და ნაგავთან ვაგდივარ ესე გვერდი და ჩემთან მოდის ერთი კაცი, მომიახლოვდა, ხელში ამიყვანა და თქვა: "ამას მარტო ქართველი თუ გააკეთებდაო, რატო ყრე ნაგავს ქუჩაში ვერ ჩაგდებ, ურნაში გვერდით გაგვსო და ჩამაგდო ურნაში ჩვეულებრივად." ნუ შემდეგ მამაჩემ ამიპოვა ისევ თურმე ძალით არ გადაუგდივარ, ნაგვის გადასაკნად რო გავიდა, შემთხვევით გამაყოლა ხელს, ეს ხშირად ემართებოდა მამას. ნუ სახელის დარქმევაზე დიდხანს არ უფიქრიათ ეხა მამაჩემ ზიმას და დედაჩემ ლეტას და დამარქვეს აკარდიონი. იმ დღეს წმინდა აკარდიონობა იყო ფოთში და იმის საბადი ვცემულოთ. ისე კიდე კაი გიორგობა არ იყო, თორე ძალიან გამიჭირდებოდა, მაინც სტრესია ხო გიორგის რო დაგეძახებენ ბავშვობაში. ნუ შემდეგ წამოვიზარდე და ჩემმა შემიყვანეს სკოლაში. და მასწავლებელი მეკითხა პირველ დღეს რა იციო შურღაიო და მეთქი იყო არაბეთს როსტევან მეფე ღვთისაგანსვიანი მაღალი უხვი მდაბალი ლაშქა მავალი ყმიანი მას არაფერი მეთქი. ეს არ გეგონათ რომ ლექსი მოუყევი, უბრალოდ ესე ერქვა იმ ხალს და მას არაფერი მეთქი. და დაეგდე ერთიანიო, ჩემ დროს ორიანები იყო მაშინ მაქსიმუმი და ერთიანიც არ იყო ცუდი ნიშანი და დავეგდე ჩვეულებრივად. სკოლიდან სახში რომ მოვდიოდი, ბებია ჩემი სულ კარგ საჭმელებს მახვედრებდა ხოლმე, ოქროს ხელები ჰქონდა, უბრალოდ შემდეგ დალომბარდება მოგვიწია ოჯახს, რაღაც გაჭირება ჰქონდა ერთი პერიოდი და მის მერე აღარ გამოსდიოდა კარგი საჭმელები. პირველი წარმატებამდე შორია ჯერ. ჩაცდა სცენარი. ხო, ერთი სიტყვით ოჯახში ვცხოვრობდით მე, დედაჩემი, მამაჩემი, ბებიაჩემი და მამიდაჩემი. უბრალოდ მამიდაჩემი ხშირად სუდად ხდებოდა ხოლმე და მე მიწევდა სულ მისი მიხედვა. გამოთქმის თანახმად იყო ესე საჭირო. პირველი წარმატება მქონდა მე-10, მე-11 კლასში და გავხდი მის ფოთი. ეხლა გაგიკვირდებათ ალბათ მის ფოთი მე როგორ გავხდი? ხო, კაცი, ხო გიშდათ კითხვა, ხო გიბასუქებ. ფოთი ისეთი ქალაქია, ხო, კაცი და ქალის ერთმანეთს გავს. ხო ესია დედა? ეს დამყვება ხოლმე ესე ჩაწერებზე დედა აქა ვარ. ჩამოვა მალე მე კიდე. შემდეგ ჩვეულებრივად მე-13 კლასში დავამთავრე სკოლა და წამოვედი თბილისში ტაქსით. აქ ჩამოვედი, ბინა ვიქირავე, პრავა ავიღე, მანქანა ვიყიდე, სხვადასხვა კარგად რეცხავს და წურავს კიდეც იქ ვენიში ჩაასხამ ყველაფერია, გებრიავარ. ნუ შემდეგ მოვედი მინდა კომედიაზე და მოვედი. всё. მოვედი